საღამო მშვიდობისა, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. დღეს თქვენთვის ჩავწერ ასეთ საჯარო გაშლას. აბა რა ჩავწეროთ. აქვს თუ არა მომავალი თქვენს ურთიერთობას, თქვენზე თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნების ურთიერთობას აქვს თუ არა მომავალი. ჩაიფიქრეთ თქვენი სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი, პიროვნების სახელი და გვარი დაბადების წელი თვე და რიცხვი და მოდი ვნახოთ საჯარო გაშლა თემით თუ აქვს თუ არა მომავალი თქვენს ურთიერთობას. სამყაროს ხედავ, ეცხედავ. თან ჩამოგითვლით რვიანი კვერთხები. ვარსკვლავი. სამიანი ხმალი. რა გინდა? ჰა, რატომ მოხვედი? ჩამოკიდებული კაცი. ეხლა ამ არკანებს ავიღებ უკან. ხუმრობ რა თქმა უნდა, კარგი. ხუთიანი კვერთხები. ეტლი. ხუთიანი ხმალი. სიანი ხმალი მოყვარკრებე და დღევანდელი ენერგიები ურთიერთობის რა არის? ეს არის სამყაროს არკანი. და დავიწყებ რა თქმა უნდა ისევ სამყაროს არკანით. და რას გვეუბნება ჩვენ ამ შემთხვევაში სამყაროს არკანი? ხო, ეს არკანი მიგვანიშნებს ჩვენ რომ თქვენი ურთიერთობა ნახეთ გამთლიანების, ანუ ასე ვთქვათ, დასრულების გვარზეა, ხო? ასე ვთქვათ, გამთლიანება რას ნიშნავს? დასრულება და მერე რაღაცა ახალი ეტაპის დაწყება, ხო? შესაძლებელია ერთი თქვათ ურთიერთობის ერთი ციკლი დასრულდა, ან ასე ვთქვათ, ახლა სრულდება, იკეტება ერთი კარი და ასე ვთქვათ, უნდა დაიწყოს ახალი ეტაპი, უნდა გაიღოს ახალი კარი, ხო, ურთიერთობაში, უფრო ასე ვთქვათ, გაწონასწორებული და შეგნებული ურთიერთობის პერსპექტივით. რეალურად პირველი ეს პირველი ჩვენი ხაზი, ბლოკი, როგორც ვიძახით, რა ვიცი, გვიქმნის რას, ხო? პირველი არკანი არის ჩვენი რვიანი კვერთხები, ეს რვიანი კვერთხებია, შემდეგ მოდის ვარსკვლავის არკანი, სამიანი ხმლები და ჩამოკიდებული კაცი. რეალურად აქ ჩანს აი ამ არკანებიდან გამომდინარე ურთიერთობის სწრაფი განვითარება და ასე ვთქვათ, ურთიერთობის განვითარების იმედი და სურვილი, მაგრამ ასე ვთქვათ, რვიანი კვერთხები პირდაპირ რასაც მეუბნება კომუნიკაცია ან სიახლე ურთიერთობაში შესაძლებელია, ვარსკვლავის არკანი მეუბნება რომ თქვენ ან ის ხედავთ ერთმანეთში იდეალურ ადამიანებს ერთმანეთისთვის, მაგრამ ასე ვთქვათ, მაგრამ კი არა და ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, ინარჩუნებთ ასე ვთქვათ სულიერ კავშირს და იმედს, რომ ურთიერთობა ასე ვთქვათ შესაძლებელია რაღაცნაირად რომ მომავალში იყოს პერსპექტიული და კარგი, სამიანი ხმლები, მაგრამ უკვე სამიანი ხმლები ურთიერთობაში იყო ტკივილი, ასე ვთქვათ, გულის ტკენები, გულის გატეხვები და ღალატი და სწორედ ეს სამყაროს არკანი ამას მეუბნება, რომ ეს ყველაფერი, რაც არის სამიან ხმლებთან და ჩამოკიდებული კაცი, რომელიც მეუბნება შემდეგ, რაც არის ხო, რეალურად ახლა დროა საჭირო, რომ ურთიერთობა არის გაჩერებული, დაპაუზებული, შინაგანი, ასე ვთქვათ, ცვლილებების და გააზრების მიზნით, რომელიც დაპაუზდა, ხო? აი იმ სამყაროს არკანიდან გამომდინარე, გვეუბნება, რომ ყველაფერი ეს უნდა დარჩეს წარსულში და ურთიერთობა, რომელიც თქვენ ორივეს გეიმედებათ სამომავლოდ რომ განვითარდეს და მომავალი ჰქონდეს ამ ურთიერთობას, უნდა დაიხუროს აი ეს სამიანი ხმლებიდან გამომდინარე ის, რაც მოხდა თქვენ შორის ტკივილიანი, ასე ვთქვათ, დაშორება, განშორება რაღაც მომენტში, ხო, არა და ყველაფერი შესანიშნავად იყო და იდეალურად იყო, თუმცა უცებ რაღაც მოხდა სამიანი ხმლებიდან გამომდინარე, რომ თქვენ დაშორდით და გადაკიდროებით ერთმანეთისგან, აი ეს სამყარო სარკანი გვისრულებს აი ამ ყველაფერსაც სამიან ხმლებშია მოქცეული და უნდა გაიღოს თქვენს ურთიერთობაში ახალი კარი, ახალი ეტაპი თქვენი ურთიერთობის, ხო? ახლა ასე ვთქვათ, ესე ვიტყვი რომ მომავალი შესაძლებლობა არის, მაგრამ ჯერ კიდევ ასე ვთქვათ, საჭიროა რომ აღიაროთ ის ტკივილები და საკუთარი პოზიციები გადააფასოთ ურთიერთობაში. მეორე
ბლოკი, მეორე ხაზი, რასაც მე მეუბნება, ეს არის ხუთიანი კვერთხები, ეტლის არკანი, ხუთიანი კვერთხები, ეტლის არკანი, ხუთიანი ხმლები და ექვსიანი ხმლები. ანუ აქ ნახეთ რა ხდება, აი ამ არკანების მიხედვით რაღაცნაირად ჩანს დაპირისპირება გზების, ასე თქვათ, ჭიდილი და სურვილი, წარსულის დატოვების და წარსულის აი ამ სიყალბიდან და აი ამ წარსულის ყველა ტკივილიდან გასვლის, ხო? ხუთიანი კვერთხები ეს არის დაპირისპირების, კონკურენციის, უთანხმოების არკანი და თქვენ შორის აშკარად მოხდა ეტლი რა არის, ხო? ენერგია მოქმედებისკენ მიმართული, ხო? რომელსაც აქვს ეს ყველა პრობლემა, რაც იყო თქვენ შორის ხუთიანი კვერთხებიდან, სამიანი ხმლებიდან გამომდინარე, რომ გადალახული იქნეს, ხო? გადააბიჯეთ ამ ყველაფერს. ხუთიანი ხმლები შეიძლება, ესე ვთქვათ, გვეუბნება, რომ შეიძლება ერთმა მხარემ მეორეს ზედმეტად აწყენინა ამ ურთიერთობაში და манипуляცია და ასე ვთქვათ, манипуляციები იყო თქვენ შორის და თითქოს რაღაც კონფლიქტები თვით დამტკიცების ხარჯზე მიმდინარეობდა თქვენთან, თქვენ ორ შორის ხვდებით. ან ექვსიანი ხმლები კიდე მეუბნება, რომ სურვილი არის, რომ გახვიდეთ ამ კონფლიქტებიდან და გადახვიდეთ უფრო მშვიდ ფაზაში ურთიერთობას. თუ ასე ვთქვათ, ორივე მხარე გადაწყობთ, რომ საკუთარი ეგო, ასე ვთქვათ, დააქვეითოთ, დააგდოთ და ასე ვთქვათ, გადადოთ განზე და ესე ვთქვათ, საერთო მომავლისკენ და საერთო მომავალში სვლისკენ და მოძრაობისკენ შეთანხმდეთ, ხო? ურთიერთობა შესაძლებელია გადავიდეს კიდევაც ახალ ეტაპზე, ხო? დასკვნა რეალურად რა არის ამ ყველაფრიდან, რომ ერთო პასუხი არის, რომ ურთიერთობა, ასე ვთქვათ, ურთიერთობაში მომავალი აშკარად აღინიშნება და ურთიერთობას მომავალი შეიძლება ქონდეს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე თქვენ აღიარეთ წარსული ტკივილებს, რატო მოხდა და იმ შეცდომების ხარჯზე, რაც მოხდა, ეს ტკივილები ხო გამოიწვია ამ შეცდომებმა, ეს შეცდომები უნდა აღიაროთ. უნდა გათავისუფლდეთ ორივე შიდა დაპირისპირებისაგან და ასე ვთქვათ, მიმართოთ ერთმანეთს და დაუსხდეთ პირისპირ ერთმანეთს, ხო, რეალური კომუნიკაციისთვის, გულწრფელი კომუნიკაციისთვის და გაუშვათ ის ყველა წყენა და ტკივილი, რაც თქვენ ორ შორის აი, ასე ვთქვათ, დაგვიგდა, ხო? რაც ესე ვთქვათ, ბუდობს თქვენ ორ შორის. აი ეს ტკივილები გასაშვებია, ეს მოხდება მხოლოდ და მხოლოდ კომუნიკაციის ხარჯზე, გულწრფელი კომუნიკაციის ხარჯზე, ხო? და ესე ვთქვათ, დრო და შინაგანი მზაობა აშკარად არის, რომ ჩაეშვათ ამ ურთიერთობაში თავიდან და განვითარდეს ეს ურთიერთობა ერთმანეთის გათვალისწინებით. აი, მხოლოდ ამ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, რომ ეს თქვათ, ურთიერთობას ჰქონდეს მომავალი თქვენ ორს შორის. მომავალი არ არის აქ ამ გაშლაში გამორიცხული თქვენ ორს შორის, ის დამოკიდებულია თქვენი ერთმანეთისადმი პატივისცემაზე და სულიერ სიმწიფეზე. აი ზუსტად ეს არის ის ყველაფერი, რაც მინდოდა თქვენთვის მეთქვა თქვენს ურთიერთობის მომავალთან დაკავშირებით. იქნება თუ არ იქნება, ვინც ასე ვთქვათ, ვინც ასე ვთქვათ, შეიცანით საკუთარი თავი ამ გაშლაში, თქვენთვის არის ზუსტად ის მესიჯები და ყველა ის რჩევა, რაც მე აქ დავასახელე და ფაქტია, რომ არაფერი არ არის დაკარგული და მომავალი კიდე შესაძლებელია ქონდეს ამ ურთიერთობას. ნუ ურთიერთობა რო კარგულია ერთო ხვდებით და ზუსტად აი გაკვეთილებზე მაგ საუბარი ამ ურთიერთობაში, რომლებიც მე ჩამოვთვალე, რაც თქვენი მხრიდან უნდა გაიაროთ ორივე. აი ეს არის სულ, რაც მინდოდა მეთქვა დღევანდელ გაშლაში, თქვენს ურთიერთობაზე და ურთიერთობის მომავალზე. გისურვებთ საუკეთესოს მთელი გულით და სულით. გისურვებთ გულწრფელ სიყვარულს, გულწრფელ ურთიერთპატივისცემას და გაგებას ერთმანეთის, რომ შეძლოთ სამომავლოდ აი ესე მომავალში ერთ გზაზე სამომავლოდ სამუდამოდ ერთად გევლოთ. ამისთვის საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ ერთმანეთის პატივისცემა, გაგება და სიყვარული. თუ ეს ყველაფერი ერთმანეთთან ერთობაში გექნებათ, ყველაფერი იქნება ძალიან კარგად. დაგემშვიდობებით, შემოკარგება. ნახვამდის.